წარმატებული. იქაც ყოველდღე შორს არ მიდის ბატონი მას საქმიანობის დახორციელება ჩვენების განხორციელება მართვის სისტემის საფუძველი და სამოვალო საქმიანობა და დარწმუნებული ვარ რომ სახელმწიფო საფრთხების სამსახურში საქმიანობაზე დგას სახელმწიფოს სიცილე სახელმწიფოს სიმკვრივე როგორც ინსტიტუციურად ისე ყველა მიმართულებით ამ ადამიანებთან თქვენი და თითოეული თქვენი თანაშრომლის მხრიდან იმ ოჯახში რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ყრია ადამიანი და მის გამოკვლევა წარმატებული ბატონ გეგაგალაძეს გადავხადო ძალიან დიდი მადლობა გასული 1 წლის განმავლობაში პრინციპში არასრული 1 წლის განმავლობაში გაწეული ძალიან დიდი სამუშაოსთვის რომელმაც მე ვიტყოდი გარდამტეხი ცვლილებები მოგვიტანა ჩვენ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით ეს 11 თვე იყო გამორჩეულად წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დღეს უკვე პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი სხვადასხვა მიმართულებით და რეალურად ფუნდამენტურად შევძელით ჩვენ ვითარების შეცვლა იყო პრობლემები კრიმინალის კუთხით, ნარკოტიკული დანაშაული, ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემებთან დაკავშირებით, საჯაროდაც ორგანიზებული დანაშაული, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ხელშესახები და ფუნდამენტური შედეგები და მე მინდა მას და მის გუნდს გადავხადო კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა და დარწმუნებული ვარ რომ სახელმწიფო საფრთხების სამსახურში ბატონი გეგა იქნება ესეთივე წარმატებული როგორც იყო ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე და მას მინდა წარმატებები უსურვო საომალო ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში. ბატონ სულხანს რაც შეეხება მას თქვენს წინაშე არ ჭირდება განსაკუთრებული წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე მანაც შეძლო ფუნდამენტურად ცვლილებების განხორციელება მართვის სისტემის მოწესრიგება ძალიან ბევრ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი რაც იმას ნიშნავს რომ გარდა იმისა რომ ბატონი სულხანი არის ძალიან წარმატებული როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი ის არის მრავალმხრივი ადამიანი და მის გამოხატულება ის წარმატებები რომელიც ჰქონდა მას აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში ხანმოკლე მაგრამ ძალიან საფუძვლიანი მოღვაწეობის მანძილზე და მისი სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი და დარწმუნებულია რომ ძალიან დიდი წარმატებით გაგრძელდება ის გზა რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩაეყარა საფუძველი და სამოვალო საქმიანობა ბატონი სულხანის სამოვალო საქმიანობა იქნება საფუძველი იმისა რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იაღწევს ძალიან დიდ წარმატებებს მომავალშიც ბატონო პრემიერო მადლობა იმისთვის რომ 1 წლის წინ მე გამომიცხადეთ და წარმატგინეთ ამ პოზიციაზე თქვენი მხარდაჭერით ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული როგორც ინსტიტუციურად ისე ყველა მიმართულებით ამ ადამიანებთან ერთად რომლებიც აქ სხედან ამ გუნდთან ერთად და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ამ 1 წლის განმავლობაში ერთი ადამიანი ბუნებრივია ვერ შეძლებდა იმ მიღწევებს რომელიც ბატონმა პრემიერმა ისაუბრა და თქვენი და თითოეული თქვენი თანაშრომლის მხრიდან თქვენი აქტიური ჩართულობით მივაღწიეთ იმას რაც დღეს გვაქვს და ამისთვის დიდი მადლობა მინდა ბატონ სულხანს მადლობა გადაუხადო მინდა წარმატებები უსურვო ის არის განსაკუთრებული ადამიანი ძლიერი ადამიანი ღირსეული პოლიციელი დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ბატონ პრემიერ-მინისტრს ასეთი ნდობის გამოცხადებისთვის მინდა მადლობა გადაუხადო სრულად პარტია ქართული ოცნების გუნდს მის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიზინა ივანიშვილს მხარდაჭერისათვის მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ გეკა გელაძეს ჩემს მეგობარს 1 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილისთვის და საქმიანობისთვის სამინისტროში შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დაბრუნება იმ ოჯახში რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვია მოგეხსენებათ მრავალი წელი მაქვს გადარებული თქვენთან ერთად ამ ოჯახში და დიდი პატივია გაგრძელება პროფესიონალ ღირსეულ ადამიანებთან ერთად იმ საქმის კეთება რასაც ქვია ქვეყნის სამსახური და მართლმსაჯულების კანონის დაცვა და სამართლის აღდგენა
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა. დიდი მადლობა.